1917 წელს ჰოლანდიელმა ჰიუგო კოხმა კომერციული ინფორმაციის დაცვისათვის დასაშიფრ ელექტრონულ მოწყობილობაზე პატენტი მიიღო. ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ინჟინერმა არტურ შერბიუსმა ეს პატენტი შეისყიდა და გადაკეთების შემდეგ იმ დროისათვის უნიკალური დასაშიფრი მანქანა შექმნა. გამოგონებას ენიგმა უწოდეს, რაც ბერძნული სიტყვაა და ეტიმოლოგიური მნიშვნელობით გამოცანას ნიშნავს. 1923 წელს ბერნში საერთაშორისო საფოსტო კონგრესზე წარმოდგენილმა გამოცანამ დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე მოწყობილობა გაიყიდა შვედეთში, იაპონიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში. გერმანული ფლოტი პირველი სახელმწიფო უწყება იყო, რომელმაც ენიგმას გამოყენება დაიწყო. ენიგმას პირველი მოდელი A 50 კილოგრამს იწონიდა და სალაროს აპარატს ააგავდა. მოდელი B საბეჭდ მანქანასავით გამოიყურებოდა და ზომითაც მისი მსგავსი იყო. ისიც მექანიკური და ელექტრონული მექანიზმებისგან შედგებოდა. მექანიკური ნაწილი კლავიატურასა და მბრუნავ დისკოებს ითავსებდა. ყველა როტორზე ანბანის ასოები იყო დატანილი. მუშაობის წინ ოპერატორი როტორებს სპეციალური კოდით წინასწარ აყენებდა. კოდი ყოველ 24 საათში ერთხელ იცვლებოდა. დაშიფრის პროცესი ელექტრონულად ხორციელდებოდა. კლავიატურაზე ღილაკის დაჭერისას სხვადასხვა გზებით მოძრავი ელექტრონული იმპულსი წრეც კრავდა. ენიგმაზე ანთებული ერთ-ერთი ნათურა დაშიფრულ ასოს შეესაბამებოდა. ოპერატორი მხოლოდ საბოლოო შედეგს აფიქსირებდა, რომელსაც რადიოთი ადრესას უგზავნიდა. მისი წაკითხვა მხოლოდ ანალოგურ პარამეტრებზე მომუშავე ენიგმას მფლობელს შეეძლო. გამოცანამ დაშიფრვა გაამარტივა. მომავალ მეორე მსოფლიო ომში ენიგმას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა. გერმანელები ენიგმას გამუდმებით აუმჯობესებდნენ, თუმცა სამ როტორიანი მოდელის შემთხვევაშიც კი ყოველ ასოს 17566 შესაძლო ვარიანტი ჰქონდა. 26 გამრავლებული 26 და გამრავლებული 26. ენიგმა აქტიურად ჩაერთო გერმანელების სამხედრო საიდუმლო ოპერაციებში. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე. 1917 წელს ჰოლანდიელმა ჰიუგო კოხმა კომერციული ინფორმაციის დაცვისათვის დასაშიფრ ელექტრონულ მოწყობილობაზე პატენტი მიიღო. ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ინჟინერმა არტურ შერბიუსმა ეს პატენტი შეისყიდა და გადაკეთების შემდეგ იმ დროისათვის უნიკალური დასაშიფრი მანქანა შექმნა. გამოგონებას ენიგმა უწოდეს, რაც ბერძნული სიტყვაა და ეტიმოლოგიური მნიშვნელობით გამოცანას ნიშნავს. 1923 წელს ბერნში საერთაშორისო საფოსტო კონგრესზე წარმოდგენილმა გამოცანამ დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე მოწყობილობა გაიყიდა შვედეთში, იაპონიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში. გერმანული ფლოტი პირველი სახელმწიფო უწყება იყო, რომელმაც ენიგმას გამოყენება დაიწყო. ენიგმას პირველი მოდელი A 50 კილოგრამს იწონიდა და სალაროს